გამომწერებო იუთუბელებო. აბა როგორ ხართ, იმედია კარგად ხართ. ცოტა გამიგრძელდა პაუზა. ჩემი საქმეები მქონდა, იმიტომ რომ ეხლა არის პერიოდი. ენერგიები ძალიან მომატებულია. ჯერ ესე დავიწყებ. მზეზე აფეთქებები, ეს ძალიან მოუხშირა ამ სიტუაციამ. ეს მაგნიტური, კოსმიური, ეს გამოსხივებები და ეს ღვთიური ენერგიები ზემოდან მოედინება ძალიან დიდი ოდენობით და ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. ამ დროს რა ხდება? ყველას ინდივიდუალურად აქვს ეს ასპექტი, ვინ როგორ არის თავის სიტუაციაში, სულიერებას გულისხმობ, იმის მიხედვით არის. თუ მაღალ ვიბრაციებში ხართ, მაშინ ესე რო იტყვიან ლამაზად ნელა ხდება თქვენი გადასვლა და ამ ენერგიებთან შეხმატკბილება და რეზონირება და თუ ეხა ძალიან დაბალ ენერგიებში ხართ, მე ვერ გიშველით. ეხლა ეს პერიოდი კიდე რითი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ვინც აკეთებს, აპრაქტიკებს მედიტაციებს, იოგით არის დაკავებული, ასანებით, ეს ყველაფერი, ვინც ლოცულობს, რა თქმა უნდა, და სულიერებაში აქ რაღაცა წვლილი, ხო? დაახლოებული არის ღმერთთან, სამყაროსთან, ბუნებასთან. აქ ეს ფაქიზი სული, რო იტყვიან. ეხლა ქალებს ყველას ფაქიზი სული გაქვთ და ინტუიცია ყველას ძლიერი გაქვთ. ქალის არსი თვითონ ბუნების ეს არის. ამისთვის დაიბადა და ამისთვის მოევლინა, იმიტომ რომ ქალი გრძნობს ყველანაირად ყველაფერს და ეს მისი შინაგანი განუყოფელი ნაწილი დაბადებიდან ესეთია. ქალის ბუნება. ხო და იქნება ჩართვები, იქნება ინტუიციის გაძლიერება, იქნება სიზმრები, იქნება ტელეპორტაციები, მაგალითად მედიტაციის დროს, ხო, რომ წარმოიდგინო, ცოცხალი აღქმა. ის კი არა, რომ შენ გადაფრინდები და იქ აღმოჩნდები, არა. შეგრძნების დონემდე, შეიძლება სუნიც იგრძნო, შეიძლება წყლის შეხება იგრძნო, იმდენად ცოცხალი იქნება. ამას გულისხმობ რა, იმიტომ რომ უკვე სამყარო გადადის და თითქმის გადასულია მეხუთე განზომილებაში და ყველა სხვადასხვანაირად ექნება ეს ასპექტი. ეხლა თებერვალი დაიწყო, ხეში წყალი ჩადგაო, გამოიღვიძა ბუნებამო და ვნახოთ აბა რა ენერგიები შემოდის თებერვალში. Golden Tarot ცირო მაჩეტის ვეკითხები. ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა თქვენ ყველა, ვინც ახლა ხართ შემოსული ჩემ არხზე, რა ენერგიები შემოდის თებერვალში. ჯერ ვნახოთ სიგნიფიკატორი. იანვარში ვისაც ჰქონდათ ჩაკეტილობა, გამოუვალი მდგომარეობა, განდეგილის პოზიცია, თებერვალი გაძლევთ რაღაცა არჩევანის საშუალებას, ორი რაღაც სიტუაცია იქნება, ორი საქმე, ორი შემოსავლის წყარო, შეიძლება ორი ადამიანი, რომელიც არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. კაი, ერთი წუთით. მოდი ახლა ვკითხოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ახალ ენერგიებთან ვიყოთ რეზონანსში. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ახალ მაღალ ვიბრაციულ ენერგიებთან ვიყოთ რეზონანსში. რას გვირჩევენ? აუცილებლად უნდა დავასტაბილუროთ ჩვენი სიტუაციები ოჯახში, ურთიერთობა. ოჯახური სიტუაცია, უნდა ვაფრქვიოთ მეტის სითბო, ნახეთ, მზე ამოდის.
ეხა მზე ხო ბევრი ტაროლოგი ამბობს აი იცით თქვენ ყველას მზე გიყვართ და მე მზე ანუ ეგოცენტრიზმთან ასოცირებას იწვევს არა ბატონო ამ სიტუაციაში როცა სვავს სწორად კითხვას ის გაძლევს პასუხს და ამ შემთხვევაში მზე რას ნიშნავს იქნება გამონათება ეს იქნება მასშტაბური გამონათება ყველა დაფარულს უნდა ეხადოს ფარდა, ყველა გამოავლენს თავის თავს, რომ იტყვიან ის ნიღბები ჩამოეხსნებათ, ხო? ამდენი ხნის განმავლობაში რომ მალავდნენ. აი ეს ტყუილები, ის ღალატი, ის რაღაც თვალთმაქცური სიტუაციები ყველაში თუ კი, ეხა მე არ ვამბობ, რომ თქვათ, არის ფრთიანი ანგელოზი ვარ. ყველას რაღაცა გვაქვს, ხო? უცოდველი აქ არავინ არ არის. ყველაფერი გამოაშკარავდება და იაქტიურეთ იმისთვის, რომ მიიღოთ ეს ღვთიური ენერგიები, რას ნიშნავს? მოინანიეთ თქვით პატიება, აპატიეთ ამ ადამიანს, აფრქვიეთ სითბო, მადლიერება, სიყვარული, ურთიერთგაგება, პატივისცემა ერთმანეთისადმი, იმიტომ რომ მოდის ცეცხლოვანი აქტიური მზიდან ხდება ეს ყველაფერი, ნახე, მზეზე აფეთქებები ვახსენე. ეს ისე არ ხდება, ანუ ძალიან მოუხშირა. ადრე თუ ხდებოდა წელიწადში ერთხელ და ორჯერ, ეხა მეცნიერებიც კი გაგიჟებულები არიან. თითქმის ყოველ დღე ხდება. და კოლოსალური რაოდენობის X level-ს ადარებენ. ეს არის ძალიან დიდი გადმოიფრქვევა იმისგან ძალიან დიდი რაღაც, რაც მოედინება პირდაპირ დედამიწაზე. ხო, ეს ისე ხო არ ხდება. ცვლილებას იწვევს. ყველანაირ ცვლილებას და რა თქმა უნდა, ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში ცვლილება ხდება. რა გელოდებათ ეხა ვინც ხართ შემოსული თებერვლის თვეში? აი რას უნდა ელოდოთ? თებერვალი რას მოგიტათ თქვენ, ვინც ეხა კონკრეტულად აქ არის შემოსული ჩემ ვიდეოში? ვინც უყურებთ? თქვენ რა გელოდებათ? The Wall of the Fortune. სიყვარულთან დაკავშირებით თუ იყო რამე გაურკვევლობა, თუ არ იყო დამთავრებული ურთიერთობა, ჩნდება თქვენი გამოდიხართ, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ინტუიციურად, ძალიან ემპათიური, მგრძნობელი, სენტიმენტალური ადამიანი, ქალი ამ შემთხვევაში თქვენ და გექნებათ The Well of the Fortune ამ შემთხვევაში ნიშნავს გამართლებას, ნახეთ, გაგიმართლებთ. თქვენი ბედის ბორბალი აეხლა ამ თებერვლის თვეში დატრიალდება და როგორ დატრიალდება, აუცილებლად გამოჩნდება საყვარელი ადამიანი. ან სიყვარული, ან ახალი სიყვარული. ეხლა მე კონკრეტიკას ვერ მივცემ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა. მაშინ უნდა იყოს პირადი გაშლა, რომ კონკრეტულად ვკითხო. ეს ახალია თუ ანუ ის ძველი ბრუნდება, ხო გესმით? ეხლა ეს არის საჯარო და საჯაროშიც თუ გულით მიიღებთ და დაიჯერებთ ამ გაშლას, აუცილებლად აგიხდებათ, იმიტომ რომ საქმე ეხება სიყვარულს. ერთადერთი ყველაზე უძლიერესი და უმაღლესი ვიბრაცია სამყაროში არის სიყვარული. და რა თქმა უნდა, დაუმთავრებელია ეს საკითხი, მოსაწესრიგებელია თქვენი პირადი, ანუ მაძლევს იმედს, კარტი დადებით პასუხს მაძლევს. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. რა იქნება მნიშვნელოვანი თქვენთვის ეხა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ თებერვლის თვეში, აი თქვენთვის პირადად მნიშვნელოვანი რა იქნება? Whoa. ნახეთ. ლაპარაკია სამკუთხედზე. საუბარია, რომ ვიღაცა პიროვნება ადამიანმა ძალიან გაგიტეხათ გული თუ სამკუთხედში არ ხართ, არა და ხართ სამკუთხედში. იყო გამოუვალი მდგომარეობა, ძალიან გამოუვალი. აი პირდაპირ სტაგნაცია. იმიტომ რომ ძალიან გტკენიათ გული, ანუ ტკივილი ქონიათ და არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, იშორებთ ამ ადამიანს და მოდის სიხარულის ზეიმის შინაგანი. ხა მე იმას კი არ ვიცახი, რომ უფრო გაიშლება და არ იქეიფებთ. არა. იმედიანი ენერგიები შემოდის, ეს რა თქმა უნდა თქვენზეა დამოკიდებული და ამოდის Nine of the Pentacles, ანუ თვითკმარი ქალი იქნებით ამ შემთხვევაში, ანუ ესე იგი, პირდაპირ კარნახობენ ეს ენერგიები, რომ ის ძველი ტკივილი უნდა გაუშვათ, უნდა დაივიწყოთ, ხო?
მაშინ ეხლა ვკითხავ რჩევას სამყაროდან თქვენთვის და დავიხმარ ბოშურ ორაკულს. რჩევა. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რას ურჩევდით? აი თებერვლის თვე. რჩევა. და ბოშური ორაკული. რჩევა თქვენთვის. ერთზე, ეხლა ერთ პიროვნებაზეა ეს საჯარო გაშლა თებერვლის თვეზეა, ამიტომ ეხლა 2 და 3 იმას ვერ გავაკეთებდი, ხო? 2 ამომყვა და მესამეც. რჩევა, რას ურჩევდით? მოლოდინის რეჟიმში ხართ, რაღაც სურვილი გაქვთ, თქვენი სანუკვარი რაღაცა სიტუაცია გაქვთ, ორაკული ამბობს, რომელიც აუცილებლად აგისრულდებათ, იმუშავეთ, სამუშაო გამოჩნდება, ან უნდა იმუშაოთ, მოულოდნელი რაღაცა პერსპექტივა გელოდებათ, სიყვარულთან დაკავშირებით იქნება რაღაცა გამონათება. გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოდიხართ, რომელშიც იყავით და ბოლოს სიყვარულით ვთავრდება. ნახეთ, სიყვარულის ანგელოზი მოდის თქვენთან. კარგია. დროებით.